თქვენ ყურებთ Star Vizies და უსმენთ Star FM-ს გადაცემა აქტუალური თემა, მე ლევან ნინასარიძე ვარ. მოგესალმებით. როგორი იყო მიმდინარე კვირა და მისი აქტუალური თემები? ამ საკითხებზე დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. მანამდე კი ამ დღეების მოკლე დაიჯესტს გადავავლოთ თვალი. უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს პატიმართა შეწყალების უფლება? ამ საკითხმა მიმდინარე კვირაში აზრთა სერიოზული სხვადასხვაობა გამოიწვია. პოლიტიკოსებმა ინიციატივის ავტორს შეახსენეს, რომ საქართველოს სეკულარული სახელმწიფოა და მსგავსი ინიციატივის ლეგიტიმაცია სამართლებრივ ჩარჩოებში ვერანაირად ვერ ჩდება. საქმე იქამდე მივიდა, რომ ქვეყნის პირველი პირი შეხვდა სულიერ ლიდერს და შემდეგ პოლიტიკოსებს მიმართა, რათა ილია მეორის ნიშნულობა შეეხსენებინა ქვეყნის ცხოვრებაში. საქმე კი რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლით დაიწყო, სადაც სცენაზე პატიმარმა ქალებმა წარმოადგინეს პიესა, რომელსაც კათოლიკოს პატრიარქიც ესწრებოდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მსჯავრდებულებს დაეთმო. ილია მეორემ წარმოდგენის დასრულების შემდეგ სურვილი გამოთქვა, რომ ურიგო არ იქნებოდა, მასაც ჰქონდეს პატიმრების შეწყალების უფლება. ამ საკითხზე საპატრიარქომაც გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც აღინიშნა, რომ წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო მისმა უწმინდესობამ, სწორედ ამ ფონზე გამოხატა თავისი სურვილი. ეს იყო მათდამის სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი სიტყვები და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა, ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველომ და გაზპრომმა აირის ტრანზიტისა და მოწოდების საკითხებზე მსჯელობა განაგრძეს. გაზპრომის ხელმძღვანელსა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს შორის შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართა. კომპანიის განმარტებით შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტსა და კომერციულ მოწოდებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდა. არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხებზე, ასევე ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობასა და პირობებზე საქართველოსა და გაზპრომს შორის მოლაპარაკება დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამერიკაში ვიზიტს განაგრძობს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, რომელიც ვაშინგტონში სტრატეგიული საერთაშორისო კვლევების ცენტრში სიტყვით რამდენჯერმე გამოვიდა. თინათინ ხიდაშელმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი საქართველოსთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური იყო. მინისტერიალში მონაწილე საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ შემდეგი ქვეყანა, რომელსაც ნატოში მიეწევენ, საქართველო იქნება. მაპის არ მიღება კი დაბრკოლებას არ წარმოადგენს, რადგან თუ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ნატო მეათე მუხლის მიხედვით იმოქმედებს. კიდევ ერთი დამაიმედებელი გზავნილი საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის პერსპექტივაზე. გერმანული გაზეთი Die Welt დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ევროპაში ვიზების გარეშე 2016 წლის შუა პერიოდიდან იმოგზაურებენ. გამოცემის პროგნოზით, ევროკომისიის დასკვნა, რომელზეც უვიზო რეჟიმის მიღება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული, პოზიტიური შინაარსის იქნება. პარალელურად პარლამენტმა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპული სტრუქტურების სახელზე მომზადებული მიმართვის პროექტის განხილვა გამართა. პლენარულ სხდომაზე თავისუფალი დემოკრატების მიერ შემუშავებულ ვარიანტზე იმსჯელეს, რომელიც ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ევროპული საბჭოსა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის სახელზე მომზადებულ განცხადებას წარმოადგენს. პროექტის მიხედვით საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მადლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიმართ ასოცირების ხელშეკრულების დროული რატიფიკაციის გამო და მოუწოდებს დარჩენილ ქვეყანას, ბელგიას, პროცესის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ ხელშეკრულების ყველა ეკონომიკური და სავაჭრო მუხლების სრულად ამოქმედების ხელშესაწყობად. პარლამენტი ევროკომისიასაც მიმართავს წარმოადგენოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე და სჯერა, რომ ამას მოხვება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა. გაყინული კონფლიქტების მოგვარების ალტერნატიულ გზას გვთავაზობს თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია. იგი საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ სწორედ გერმანია ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირებაზე მუშაობა შეუძლია. თბილისი, ბერლინი, მოსკოვი არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული და თავისუფალი დემოკრატები გეგმავენ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აამოქმედონ ეს სივრცე. განმარტა ირაკლი ალასანიამ. მისივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში მაია ფანჯიკიძემ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგა და გერმანიასთან ორმხრივი, მათ შორის არაფორმალური შეხვედრებიც გამართა, თუმცა ამ კუთხით მუშაობა აღარ გაგრძელებულა. ეს ფორმატი, რომელიც ჩემი მხრიდან ჯერ კიდევ 5 წლის წინ იყო გაჟღერებული და თანმიმდევრული ვარ ამ ასე ვთქვათ კუთხით, მდგომარეობაში იმაში, რომ გერმანიას ჩემი გამოცდილებით გაეროში მათთან მუშაობით, შემდეგ უკვე აფხაზეთთან ურთიერთობის დროს გერმანელებთან და რუსებთან მოლაპარაკებებით დამიმკვიდრდა ეს აზრი, რომ გერმანია არის პოზიციონირებული ყველაზე უფრო
სწორად რომ ამ პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმაროს. ეს არ არის ერთი დღის საქმე, ბუნებრივია და ეს არ არის ის ფორმატი, რომელიც დღესვე უნდა შეიქმნას. მე ვთვლი, რომ როდესაც თავისუფალი დემოკრატები ხელისუფლებაში ვიქნებით, აუცილებლად ავამოქმედებთ ამ პოლიტიკურ სამკუთხედს, რომ მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირებას და გადაწყვეტას. მე მინისტრობის პერიოდში ორმხრივი შეხვედრების დროს გერმანიაში მქონდა რამდენჯერმე ლაპარაკი მაღალი თანამდებობის პირებთან გერმანიის შესაძლო როლის შესახებ ქართულ-რუსული კონფლიქტის მოგვარებაში, შუამავლის როლის შესახებ. ეს წინადადება და იდეა იყო დადებითად აღქმული გერმანელი კოლეგების მხრიდან. ჩვენ ამ თემაზე ცოტა წამიმუშავეთ კიდევაც, მაგრამ სამწუხაროდ გაგრძელება არ მოყოლია, რადგანაც მე მალე წამოვედი ჩემი პოსტიდან და ასე ვთქვათ ამის განხორციელება ვეღარ მოხერხდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გერმანია არის ის ქვეყანა, რომელსაც ტრადიციულად აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა რუსეთთან, ამავე დროს არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. ჩვენ ბევრი გერმანელი დიპლომატი გვახსოვს ამ კონფლიქტის განმავლობაში, რომელიც აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა სახით და ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან კარგი სამკუთხედი თბილისი, ბერლინი, მოსკოვი. ალასანიას ინიციატივას იზიარებს მინისტრიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარიაშვილი. მისი თქმით, თუ საუბარია ინსტიტუციურ ფორმატზე, ეს უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს განსახილველია, თუმცა გერმანიის ფაქტორი რუსეთთან ურთიერთობების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დიდი ხანია გააზრებულია და ამაზე მუშაობაც მიმდინარეობს. კვირის კიდევ ერთ ხმაურიან თემად იქცა კორუმპირებული მაღალჩინოსნების შესახებ გაკეთებული განცხადებები, რომელთა მიხედვითაც გარკვეული პოლიტიკური ფიგურები ინტერესდებიან კონკრეტული პატიმრების შეწყალების ამბით. ამ განცხადებების ავტორი პატიმართა შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები არიან. მთავარ პროკურატურაში შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე დაკითხეს. როგორც დაკითხვის შემდეგ ქორიძემ განაცხადა, მან იმ პოლიტიკოსების გვარები დაასახელა, რომლებიც კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით არაჯანსაღ აქტიურობას იჩენენ. ბრალდების ერთ-ერთ ავტორს თბილისის საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეატოლოგიანი და დასძინა, რომ ამ ქვეყანაში კორუფცია ვერ დაბრუნდება. ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით კორუფციაში ადანაშაულებს. პირველ რიგში რომ დაისაჯონ ის ადამიანები და გამოძიებამ მივიდეს ბოლომდე, ის ადამიანები, ის პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობდნენ პატიმრების გამოშვებით ფულები ეშოვათ და ნაწილობრივ ამას ახერხებდნენ ხოლმე, ეს არის პირველი რიგის ამოცანა და მეორე რიგის ამოცანა რახან ბატონი გოგაძე ასეთი უსირცხვილო და ლაჩარია, რომ გოგაძის და ბატაშვილის წინააღმდეგ დაიწყოს მეორე გამოძიება გულგრილობის გამო. ვინაიდან მათ ჩემგან სხვა არხებიდან მიიღეს ინფორმაცია ძალიან საშიშ დანაშაულთან დაკავშირებით და არაფერი არ იღონეს ამისთვის. თუ გამოძიება არ მოინდომებს ამ ფაქტის გახსნას, მაშინ ადრე თუ გვიან მე სახელებსაც ვიწყებ, გვარებსაც, მამის სახელებსაც და მისამართებსაც. გამოძიება უკვე დაწყებულია და თუ კი ვინმემ რამე დააშავა ამ სფეროში და კანონი დაარღვია, ეს არის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი. პროკურატურა ამ თემაზე მუშაობს და ბატონ ელისაშვილს განცხადებების გარდა მოუწევს ყველა იმ მტკიცებულების პროკურატურაში წარდგენა, რაც გააჩნია, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წარიმართოს, განაცხადა თეა წულუკიანმა. ამ კვირაში ჟენევის მოლაპარაკებების 29-ე რაუნდი გაიმართა. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა. ქართული მხარე მოსკოვსა და სოხუმს საოკუპაციო რეჟიმს შორის ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების გაფორმების საკითხის დასმას აპირებდა და აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტი სერიოზულად გამოთქვა. პარალელურად მოლაპარაკებებისა მოსკოვის საქართველოსგან ოკუპირებული რეგიონების შეიარაღებას განაგრძობს ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში სამხედრო ნაწილებმა და ფორმირებებმა ბოლო 1 წლის განმავლობაში 150 ერთეული უახლესი საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის ისკანდერ M მოდერნიზებული ტანკები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, საზენიტო სარაკეტო კომპლექსი სტრელა 10. უპილოტო საფრენი აპარატები, ელექტრონული ბრძოლის კომპლექსი, გრძელბაზიანი ავტომობილები და ავტობუსები მიიღეს. გარდა საოკუპაციო რეჟიმების შეიარაღებისა, არ წყდება ქართველების უკვე ტრადიციად ქცეული გატაცება. ქარელის რაიონის მცხოვრები ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მესაზღვრეებმა დააკავეს. ცხინვალის უშიშროების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ქარელის რაიონის სოფელ ბრეძის მკვიდრი 55 წლის მამაკაცი ზნაურის რაიონში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აიყვანეს. რეგიონის უშიშროების სასაზღვრო სამსახურმა დაკავებული მამაკაცის საქმე სასამართლოს გადასცა. ამავე კვირაში რუსეთმა საქართველოს საზღვარი ორჯერ დაარღვია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გორის რაიონში ერთი უპილოტო თვითმფრინავი და ერთი
მირვა ტიპის შეულმფრენი შემოფრინდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტს პროვოკაციული და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა უწოდა და მეზობელ სახელმწიფოს 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა. ოფიციალური მოსკოვი კი კატეგორიულად უარყოფს მომხდარს. ჟენევის მოლაპარაკებების დეტალებზე სასაუბროთ ჩვენ სახელმწიფოს მინისტრის მოადგილეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილს შევხვდით. ქალბატონო ქეთი გამარჯობა, მადლობა ჩვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. გამარჯობა, მოგესალმებით. ქალბატონო ქეთი, ახლა დასრულდა ზუსტად ჟენევაში მორიგი მოლაპარაკებები. რა საკითხები, რა მთავარი საკითხები განიხილებოდა ამ შეხვედრისას? ჟენევაში ახლა 34 რაუნდი დასრულდა. საკითხები, რომელსაც ჩვენ ჟენევაში განვიხილავთ, დიდწილად არის ფაქტობრივად ერთი და იგივე მთელი ამ რაუნდების განმავლობაში. იმ სამწუხარო რეალობის გამო, რომ თემები, რომელიც არის მთავარი ჟენევისათვის, ჯერ კიდევ არის პრობლემური. კერძოდ გულისხმობ უსაფრთხოების საკითხებს, რაც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს. ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება რუსეთის მხრიდან, ასევე არ არის ამოქმედებული საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები, რასაც თავის დროზე 2008 წლის აგვისტოში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გულისხმობდა და ასევე მესამე მთავარი საკითხი ეს გახლავთ დევნილების დაბრუნება, მათი ეს უფლება არ არის უпростоრად უფლება, რა თქმა უნდა, განუყოფელია, ამ უფლების გახორციელება არ არის უზრუნველყოფილი, დევნილებს არ შეუძლიათ ჯერჯერობით დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში და ვიდრე ეს საკითხები რჩება მოუგვარებელი, ცხადია, ეს არის ის ფორმატი, რომელშიც ჩვენ ამ თემებზე უნდა ვიმსჯელოთ და ამიტომ გვიწევს ძალიან ბევრი ერთი და ასე ვთქვათ, ბევრი რაუნდის განმავლობაში ერთსა და იმავე საკითხებზე საუბარი. გარდა ამისა, არის თემები, რომელიც ასევე ხშირად ისმის ჟენევის რაუნდის სხვადასხვა რაუნდზე. ეს თემები ეხება ადამიანის უფლებების დარღვევებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს, კერძოდ თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვებს, უკანონო დაკავებებს, ეგრეთ წოდებული თითქოს და არარსებული საზღვრის კვეთის გამო, როდესაც ფაქტობრივად ადამიანებს საკუთარი მიწიდან და კარ-მიდამოდან იტაცებენ რუსი სამხედროები, ახდევინებენ გამოსასყიდს, რასაც ჯარიმას ეძახიან. ასევე რელიგიურ დღესასწაულებზე ვიზიტისას ასეთ დაკავებები ჩვენ არაერთხელ დაგვიყენებია საკითხი, ასე ვთქვათ, გამოსავალის ძებნის პროცესში. იმგვარად რომ იქნება მივახციოთ რამეს, რომ რელიგიურ დღესასწაულზე მაინც არ მოხდეს ადამიანების დაკავება იმის გამო, რომ მამაპაპის ეკლესიაში მერიან ანახმლების საფლავებს ინახულებენ. ძალიან რთულია, როდესაც ამაზე პასუხად იღებ უარს აბსოლუტურად არგუმენტაციის გარეშე, იმიტომ რომ ეს არის წმინდად ჰუმანიტარული საკითხი და ცხადია, ამ ფორმას თავის შინაარსიდან გამომდინარე ეს ხელისუფლება უბრალოდ ეს არის უკვე ის სახე, რომელსაც არაერთხელ ავნეს ხოლმე საოკუპაციო რეჟიმი. გულისხმობ ამ შემთხვევაში როგორც რუსულ მხარეს, რომელიც არის მთავარი მომლაპარაკებელი და მთავარი მხარე ჟენევის დისკუსიებისა, ასევე მონაწილეებს ცხინვალიდან და სოხუმიდან, რომლებიც ჩართული არიან შემდგომ უკვე რუსული მხარის მოთხოვნით ამ ფორმატში. ამიტომ თემები, რომელსაც ჩვენ განვიხილავდით და ამჯერად განსაკუთრებულად აქცენტირებული გახლდათ, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობების შეზღუდვა გალის რაიონში. თემებია, რომელიც აწუხებს მოსახლეობას. თქვენ იცით, რომ ჟენევის დისკუსიები ორ პარალელურ ჯგუფში მიმდინარეობს, სინქრონულად ფაქტობრივად ერთი უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს და მეორე ჰუმანიტარულს. მე თვითონ ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ვიღებ მონაწილეობას და ჩვენი დელეგაციის სახელით ფაქტობრივად ჩვენს პოზიციებს ვაჟღერებ და ასევე მსჯელობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად და ყველა მონაწილესთან, რა თქმა უნდა, თუ ამის იქნება რა გამოსავლები პატარა ნაბიჯები მაინც შეიძლება იქნას გადადგმული. ყოველთვის არის ხოლმე არც ისე მარტივი ეს მსჯელობა, იმიტომ რომ ჟენევა არის საკმაოდ პოლიტიზირებული ფორმატი. ამ პირადად ჩემთვის 12 რაუნდი ჩატარდა ჩემი მონაწილეობით. ალბათ არის ძალიან მცირე ნაბიჯები, რომელიც გადადგმული იქნა და ჩვენ შევძელით რაღაცა პატარა ნაბიჯების გადადგმა იგივე სამედიცინო ევაკუაციებთან დაკავშირებით, ან კონკრეტული მოსწავლეების გადაადგილების უზრუნველყოფა გამყოფი ხაზის გასწვრივ, იმიტომ რომ თქვენ იცით ზოგიერთ შემთხვევაში განსაკუთრებით ამ ხაზების მიმართულებით
მოსწავლეები სკოლაში დადიან გამყოფი ხაზის მეორე მხარეს და ორივე მხარეს არის ეს მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სირთულე ან შეიძლება ჩაითვალოს, რომ ესეც ასეთი პატარა ნაბიჯია, მაგრამ მთავარ საკითხებზე სამწუხაროდ ამ თემების პოლიტიზირებულობის გამო ფაქტობრივად მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა ჯერჯერობით შეუძლებელია. ქართული ენის საკითხი გალში განიხილებოდა, როგორ მიმდინარეობდა ამისი განხილვა დაუშვათ და ახლა ამ ეტაპზე შედეგი თუ შეთანხმება რა არის? იცით რა, ძალიან ბევრი რაუნდია, განსაკუთრებით ბოლო რაუნდების განმავლობაში ეს საკითხი, ყოველთვის იდგა, მაგრამ ბოლო რაუნდების განმავლობაში, როცა ჯერ მინიშნებები გაისმა იმის თაობაზე, რომ შეიძლებოდა სტატუსის შეცვლა და ეგრეთ წოდებული სტატუსი, ხო, დარჩენილ ქართულ სკოლებს და გადასულიყო მთლიანად რუსულ სწავლებაზე დაწყებით კლასებში. ამ მომენტიდან დაწყებული ეს საკითხი ძალიან მწვავედ დგას. ფაქტობრივად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამუშაო დროის 70-80% ამ ჯგუფში ჩვენ ამ თემას დავუთმეთ. არ არის მარტივი, იყო საკმაოდ დაძაბული, იმიტომ რომ მე ვფიქრობ იმ ადამიანებს, ვინც ზიანა მაგეთის ირგვლივ ხედან უკაცრავად მაგეთის ირგვლივ, კარგად ესმით თავისთავად, რომ ადამიანური თვალსაზრისით ეს ძალიან რთული პრობლემაა. სხვათა შორის ამას არც უარყოფენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ რთულია ეს რაუნდები, რთული ვთქვათ პროცესი იყო, რთული გაცვლა იყო, ძალიან პრინციპული ჩვენი მხრიდან და სხვაგვარი ვერ იქნება, იმიტომ რომ მე როდესაც ამ მასწავლებლებს ხვდები ხოლმე გარკვეული პერიოდულობით იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ამ რეპრესიის მსხვერპლი, ცხადია, უფლება არ მაქვს მოვიქცე სხვაგვარად. ეს მართლა ემოციური საკითხიც არის, სამართლებრივი საკითხიც არის, პრაქტიკული საკითხიც არის. და გამოსავლების შესაძლებლობა არის. მე მაინც იმედი მაქვს, იმიტომ რომ ვფიქრობ, აქ არგუმენტები, კონტრარგუმენტები არ არსებობს და ამიტომ თუ კი გვექნება საერთაშორისო მხარდაჭერა, არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგეს. დიახ, რა პერსპექტივა არის, რომ იქ რეალურად, ესე იგი თქვენ ბრძანეთ საერთაშორისო თვალი, რომელიც ობიექტურად შეაფასებს იმას, თუ რა ვითარება არის იქ, ადამიანის უფლებების დარღვევა იქნება თუ სხვა ყველაფერი. მოკლედ, რამდენად რეალური არის, რომ აი იქ შესაძლებელი იყოს საერთაშორისო დამკვირვებლების არსებობა სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ახლა ასე ვთქვათ, გააჩნია როგორ შევხედავთ ამ საკითხს, მე კონკრეტულ საკითხზე ვსაუბრობდი განათლებაზე და ამას რა ფორმა ექნება, ჯერ არ არის ასე ვთქვათ შემუშავებული კონკრეტულად რა შეიძლება ეს იყოს. მეორე საკითხი არის და ასე ვთქვათ, სწორად აღნიშნეთ, აი საერთაშორისო თვალი და არა მარტო თვალი, არამედ წარმომადგენლობა, რომ უნდა არსებობდეს და ამაზე უკვე არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომლის ხელმომწერი რუსეთის მხარეა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გულისხმობ. ეს მეორე საკითხია, რომელიც ჟენევაში ცალკე დგას. ეს არის საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები, არა მარტო მონიტორინგზე საუბარი, არამედ უსაფრთხოების მექანიზმებს. ჩვენი დელეგაცია პირველ ჯგუფის პარკლებში ამ საკითხს განსაკუთრებით უსვავდა ხანს, მით უმეტეს მიმდინარე ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების ფონზე, რაც ზოგადად ხდება რეგიონში, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბევრი გამოწვევა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ბაზებზე მიმდინარე პროცესები, გააქტიურება, რომელსაც ახლა ადგილი აქვს, ცხადია, უფრო აქტუალურს ხდის, კიდევ უფრო აქტუალურს ხდის საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების არსებობის აუცილებლობას. ამიტომ ეს კონტექსტი სწორედ იმისთვის იქნა გამოყენებული, რომ კიდევ ერთხელ ეს საკითხი სხვა კუთხიდანაც დაგვეყენებინა, ეს უკვე საერთო ინტერესია შეიძლება სცდებოდეს კიდეც თუნდაც რუსულ-ქართული ურთიერთობების, ასე ვთქვათ, ჩარჩოს ფორმას და გეოგრაფიას. ამიტომ აუცილებელია ვიმუშაოთ იმაზე, რომ იყოს უსაფრთხოების მექანიზმები, რომელიც ზოგადად რეგიონში უსაფრთხოებას მოემსახურება. რთულია. თუ კი კითხვა იმაში მდგომარეობს, რამდენად წარმოსადგენიან რეალისტურია, იმიტომ რომ ამას აქვს წარმოუდგენელი წინააღმდეგობა რუსეთის მხრიდან. ეს არ არის მარტივი ამოცანა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის ღირებულია ეს ფორმატი, იმიტომ რომ ვიმუშაოთ თუნდაც იმ ამოცანებისკენ, რომელიც შეიძლება ჩანდეს რეალურად ძალიან რთული, ამდენი წელი არის ფაქტობრივად, როდესაც უგულვაყოფილია გარკვეული ვალდებულებები, მაგრამ ამავდროულად ეს ერთადერთი ფორმატია, რომელიც ამ ვალდებულებებს, ასე ვთქვათ, აკავებს და მსვლელობას აძლევს. ამიტომ ჩვენი ინტერესია და მე ვფიქრობ ჩვენი პარტნიორებისა, რომ გულისხმობ დასავლელ პარტნიორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ის პასუხისმგებლობები, რომელიც საერთაშორისო აქტორების მხრიდან არის აღებული, მათ შორის რუსეთის,
იქნა შესრულებული. ყოველ შემთხვევაში ამისკენ უნდა ვიმუშაოთ და ეს არის საკმაოდ პრინციპული ამოცანა. დიახ, რუსეთს აღებული აქვს ვალდებულებები იგივე 2008 წლის შეთანხმებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, თუმცა ამ ვალდებულებებს არ ასრულებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის მათი სამხედრო წარმომადგენლები, სამხედრო ბაზა და სწორედ აი გუშინ ორი შემთხვევა იყო ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიის დარღვევის რუსული საფრენი აპარატის და რუსული თვითმფრინავის მიერ, თუმცა ფაქტობრივად საიდანაც ჩაუფრინდნენ ისიც საქართველოს ტერიტორიაა. თუმცა მათ მიერ კონტროლირებადი რუსული მხარე აცხადებს, რომ მათ არ დაურღვევიათ ქართული მხარის საჰაერო სივრცე. მოკლედ, აი ეს საკითხები განიხილება თუ არა ასევე ჟენევის ფორმატში და თქვათ, რამდენად შესაძლებელია, რომ რუსულ მხარეს თქვათ, რაღაცა უფრო ვაიძულოთ, რომ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მასა აქვს აღებული, შეასრულოს ვალდებულება. ამგვარი თემები განიხილება უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფში, ანუ პირველ სამუშაო ჯგუფში პერიოდულად საუბედუროთ ამგვარ ინციდენტებს აქვს ადგილი მათ საფრენი აპარატების მხრიდან. ზოგადად არა მხოლოდ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დარღვევის, იმიტომ რომ ისინი საერთოდ ბაზირებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არამედ საქართველოს მიერ კონტროლირებადი მონაკვეთების და ეს საკითხები წამოიჭრება ცხადია საკმაოდ დეტალურად. ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციები არიან ინფორმირებული, კერძოდ ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელიც განთავსებულია იქ ასევე რომ დააკვირდეს, რამდენად სრულდება გარკვეული შეთანხმების პირობები, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და განუახლებლობის პირობები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მათ არ ეძლებათ საშუალება გადავიდნენ იქით, იმიტომ რომ მანდატში თქვენცით რომ ესეც აქვთ, მაგრამ ასე ვთქვათ, ეს დასტურიც არსებობს იმისა, რომ რუსეთის საჰაერო რაღაც საფრენი აპარატები პერიოდულად ამგვარად არღვევენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას. საუბედუროთ ხშირად, ასე ვთქვათ, კონკრეტული შედეგი თუ ამას მიეცა საერთოდ რაიმე განმარტება იმაში, რომ ამის პრევენცია სამომავლოდ მოხდეს, როგორც ხედავ, არ ხდება და ვერ ხდება, იმიტომ რომ რუსეთი არ არის მზად რეალურად შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც გამომდინარეობს მისი საერთაშორისო აღიარებული თუ საერთაშორისო ფორმატში აღებული ვალდებულებებისაგან. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს კონტექსტის სამწუხაროდ და საუბედუროდ. მე ვფიქრობ, ჩვენ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ფართო კონტექსტში უნდა შევხედოთ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ამოცანა ის არის, რომ რაც საქართველოს ინტერესებშია და რაც საქართველოს ეხება, ის პრინციპები, ის პოსტულატები დავიცვათ და ვცადოთ მაქსიმალურად, რომ ეს დავიცვათ. და ზოგადად ალბათ ვფიქრობ, უფრო ფართო საკითხიც არის, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, როგორ და რანაირად უნდა მიუდგნენ ასეთ საერთაშორისო აქტორს, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი პრინციპში ძალა, იმიტომ რომ აქვს დიდი ტერიტორია, ყოველ შემთხვევაში გარკვეული ძალა, რომელსაც იყენებს საერთაშორისო პრინციპების დარღვევით. და რამდენად შესაძლებელია, რომ დაუშვათ ეს საერთაშორისო ზეწოლა, თანადგომა დიდი აქვს ამ შემთხვევაში საქართველოს, მაგრამ რაღაც ვთქვათ, საერთაშორისო ზეწოლა უფრო გააქტიურდეს, ან თუნდაც ეს ფორმატი გაიზარდოს, რომ რუსეთმა შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც მას აქვს აღებული უკვე წლების განმავლობაში. ალბათ ეს ახლა ეს მსჯელობა, რა თქმა უნდა, ცდება ერთი კონკრეტული ჟენევის ფორმატის, ან თუნდაც საქართველოს კონტექსტს კიდევ ერთხელ ეს ფართო საკითხია და ფართო პრობლემაა და იმ რეგიონული მოვლენების ჭრილში უნდა განვიხილოთ, რაც ზოგადად ხდება, იმ ამბიციების ჭრილში, რომელიც რუსეთმა გამოავლინა ზოგადად ამ ბოლო 10 წლების განმავლობაში. რაც ხდება, რაც მოხდა 2008 წელს, ჯერ კიდევ 90-იანებში დაიწყო, მაგრამ კიდევ უფრო ახალი ფაზა და სიცოცხლე საუბედუროდ პუტინის რუსეთის პირობებში შეექმნა ამ ამბიციებს. 2008 წლის შემდგომ უკრაინა, ახლა ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში რუსეთის პოლიტიკა, გარკვეული დაძაბულობა შავი ზღვის ტერიტორიაზეც გულისხმობა იმ ინციდენტებს თურქეთსა და რუსეთს შორის ბევრი საკითხია, რაც ალბათ კიდევ ერთხელ
ჩვენ ამ დიდი კონტექსტის გარკვეულწილად ვართ ნაწილი და მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობა არის იქ, რომ გარკვეული ზეწოლა განახორციელოს, თქვენც სხვადასხვა ინსტრუმენტები არის გამოყენებული, სანქციები ზოგიერთ შემთხვევაში, სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებების მაგი და რა თქმა უნდა, არავის ინტერესში არ არის სალადობა, ომი, არასტაბილურობა, იმიტომ რომ თუ რამე არის მონაპოვარი ევროპის კონტინენტის საბოლოო 50-60 წლის განმავლობაში დამანგრეველი მსოფლიო ომების შემდგომ ეს არის მშვიდობა და აქედან გამომდინარე სტაბილურობა. ამიტომ სტაბილურობა არის პრიორიტეტი, თუმცა ჩვენი ამოცანაა და ჩვენ პარტნიორებს აუხსნათ ის, რომ სტაბილური ვერ იქნება ისეთი რამ, რაც არის დაკავშირებული მოუგვარებელ კონფლიქტებთან. ევროპაში სტაბილურია მშვიდობა და მოგვარებული, ასე ვთქვათ, კონფლიქტები. ჩვენ შემთხვევაში ეს კონფლიქტები უნდა მოგვარდეს და სწორედ უნდა მოგვარდეს იმ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემით საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში, რომლის დარღვევაც ესე ყოველგვარი პრინციპების უგულოყოფით მოხდა რუსეთის მიერ და რომ გადახედავთ თქვენ ამ აღმოსავლეთ პარტნიორობის თუ გინდათ ევროპისათვის და რუსეთისთვის სამეზობლო რკალს, აქ ფაქტობრივად ჩვენი 6 ქვეყნიდან ბელორუსი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი 5 მოგვარებელი კონფლიქტი აქვს, ეს ხო არ არის დამთხევა, ეს არის მეთოდი, რომელთაც რუსეთი აი დაყავი და იბატონეს ძველი იმპერიალისტური პრინციპი, რომელიც არსად არ გამქრალა არასოდეს, მეთოდი, რომელთაც ცდილობს შეინარჩუნოს გავლენა, კონტროლი და სამწუხაროდ ახერხებს იმას, რომ ყოველ შემთხვევაში ხელი შეუშალოს ამ ქვეყნების უფრო სწრაფ განვითარებას, ევროპული გზით განვითარებას და სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ჩვენთანაც ასეთი სცენარით მოქმედებს, რა თქმა უნდა, ყველა კონფლიქტი განსხვავებულია და ჩვენი ამოცანა და პირადად ასე ვთქვათ, ჩემი აპარატის ამოცანა ჟენევის მიღმა ისიც გახლავთ, რომ თვითონ ხალხთან შერიგების, ნდობის მშენებლობის გზით ჩვენ სამშვიდობო პროცესი წინ წავწიოთ, მიუხედავად იმისა, ახლა რა შვება რუსეთი და ეგ საოკუპაციო ძალები, როგორც იცით, არც თუ ისე სახარბიელოდ იქცევიან და ყოველ შემთხვევაში განწყობა ადგილობრივ საზოგადოებაში მანდ-მაინც პოზიტიური არ არის. ანუ ჩვენი ამოცანა ესეც არის, მთავარი ამოცანა არის ამ შემთხვევაში ჩვენ შიდა კონტექსტს მივხედოთ ადამიანების დონეზე. რა თქმა უნდა, მე ამ შემთხვევაში რუსებს არ გულისხმობ აფხაზებსა და ოსებს და იმ ადამიანებს, ვინც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საპარატი სწორედ ამიტომ არსებობს, მაგრამ ჟენევა კონკრეტულად მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა კომუნიკაცია გვაქვს სოხუმიდან და ცხინვალიდან დე-ფაქტო წარმომადგენლებთან, ეს ჟენევა მაინც არის რუსულ-ქართული მთავარი კონტექსტი, ესეც არ უნდათ რუსებს ვიღათ უნდათ მოიხსნან საკუთარი პასუხისმგებლობა, გამოვიდნენ თავიანთი როლიდან და თითქოს მათ არაფერი არ აკავშირებთ, ასე ვთქვათ, როგორც აქტორს ამ კონფლიქტთან, ეს კიდე ცალკე თემა არის, მაგრამ თავისთავად ჟენევა ამიტომ არის ღირებული ჩვენთვის და ეს არის მთავარი, ასე ვთქვათ, შინაარსი, იმიტომ რომ არსებობს თემები, რომლის ირგვლივად შეიქმნა და ვიდრე ეს თემები არის გადაუჭრელი, ან არ არის რაიმე სხვა ფორმატი, სადაც ეს თემები არსებითად იქნება განხილული, ცხადია ჟენევა არის ის ადგილი, სადაც ჩვენ დავცადოთ, რომ ამ თემებზე იქნას გარკვეული პროგრესი. ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. მადლობა თქვენ. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მსგავსი თემების გააქტიურება გაპირობებულია იმ ვითარებით, რომელიც ამ დროისთვის ქვეყანაშია შექმნილი და ასევე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებით, რომლისთვისაც ყველა პოლიტიკური ძალა უკვე მზადებას იწყებს. მიმდინარე დაძაბული კვირა ჩვენს ეთერში ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა შეაჯამა. გამარჯობა ბატონო გია, მადლობა ჩვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო გია, ჩვენ გადაცემაში გვინდა თვალი გადაავლოთ გამრავლ კვირას, რომელიც საკმაოდ დატვირთული იყო ესეთი მნიშვნელოვანი ამბებით და შევაჯამოთ ერთგვარად ესეთი მიმოხილვა და შეჯამება გავაკეთოთ აი ამ გამრავლ კვირის ამბებით. დავიწყოთ ალბათ ინიციატივით, რომელიც წამოვიდა პრემიერ-მინისტრისგან, რომ პატრიარქს ქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება. შემდეგ ითქვა, რომ მოკლედ ამას მოყვა დიდი აზრთა სხვადასხვაობა და შემდეგ საპატრიარქომ გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, რომ ეს იყო ერთგვარი სურვილი, თორე ვთქვათ, ეს არ იყო მათი მოთხოვნა. ერთ სიტყვით, რატომ გაჩნდა ეს საკითხი საერთოდ და რამდენად მიზანს შეწონილია საკითხის ამდაგვარად დასმა? სამწუხაროდ ეს იყო შეიქმნა სიტუაცია, როდესაც გამოჩნდა ძალიან ბევრი რამ. თუ რა მდგომარეობაშია პოლიტიკური ელიტა საქართველოში, რა მდგომარეობაშია თუნდაც სამოქალაქო სექტორი, ანუ სწორ ადგილზე ატყდა ქარიშხალი ჭიქაში და პატრიარქს მოუწია საბოლოო ჯამში
განმარტებების გაკეთება. ბუნებრივია ამ ინიციატივის სამართლებრივ ენაზე გადათარგმნა აბსოლუტურად შეუძლებელი იყო, ყველას კარგად ესმის, ხო, ესეთი რაღაცა, ესეთი კომპეტენციების აღრევა სამოქალაქო ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ბუნებრივია ვერანაირად ვერ მოხდებოდა და სამართლებრივად ვერ გაფორმდებოდა, მაგრამ საუბრობდნენ ყველაფერზე ამის გარდა. პოლიტიკური ელიტა, რომელსაც როგორც ჩანს წინასაარჩევნო ძალიან უჭირს სახელისუფლებო ელიტამ ხელისუფლებაში, მზად არის შეასრულოს ნებისმიერი სურვილი მომდინარე ავტორიტეტებიდან, ამ შემთხვევაში პატრიარქის მხრიდან. და არც ცდილობს რომ გაანალიზოს და თუნდაც გაარკვიოს რაც გულისხმობს პატრიარქი ამ შემთხვევაში ბუკვალურად აიღო თემა და პირდაპირ დაიწყო შეიძლება ითქვას აბსურდულ ინიციატივებად ამის გაფორმება რაც ძალიან ცუდი სიმპტომია ეს მეტყველებს ძალიან ბევრ რამეზე ხო ინტელექტუალურ და პროფესიული დონის სიმწირეზე და არა მხოლოდ ამაზე. იმაზე რომ ხელისუფლება ძალიან უჭირს და ფაქტობრივად დაფიქრების კომფორტსაც არ აძლევს თავის თავს. დაუფიქრებლად შეუძლია სპონტანური ნაბიჯების გადადგმა. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ეს იყო უშუალოდ საპატრიარქოს და პატრიარქის ინიციატივა, იმიტომ რომ ამ საკითხს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მიეცა. ეს არ ყოფილა არანაირი ინიციატივა, რეალობაში ეს იყო მისი სურვილი, რაც მოყვა ემოციურ განწყობას, რაც შეიქმნა ამ კონცერტის დროს. ეს იყო მისი მხრიდან სურვილი, ეს მისი შენდობა საერთოდ მისი კომპეტენციაა, ხო, რელიგიური კუთხით და რაღაცნაირად ამის გარკვეული ინტერპრეტაცია სცადა ინტერპრეტაციით შეეცადა რომ თავისი ემოციური განწყობა გადმოეცა ყველასათვის. მან ინატრა რომ მას ნეტა კონდეს სურვილი რომ ყველა ადამიანის შეწყალების საშუალება და უფლება კონდეს, ხო? ეს ბუნებრივია, ბუნებრივი მდგომარეობა, ნებისმიერ ადამიანმა შეიძლება ესეთი რაღაცა ისურვოს, მეორე საკითხია, რამდენად შესაძლებელია სამართლებრივ ენაზე ამის გადათარგმნა და როგორც შემდგომში გაირკვა, არც ქონია მას ამის სურვილი და არც გულისხმობდა ამას ყველაფერს. შესაბამისად, ჩემის აზრით, პოლიტიკური ელიტა აბსოლუტურად გაშიშულდა, იმიტომ რომ მოუკრეფავში წავიდა, რასაც ქვია. და ჩემის აზრით, არც სამოქალაქო სექტორი გამოიყურებოდა მაინც და მაინც კარგად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ისინი გარკვეულწილად ზედმეტად ჩასაფრებული არიან ეკლესიის მიმართ და მათი პრეტენზიები მიმართული იყო არა მხოლოდ ხელისუფლების მხარეს, რომელმაც ფაქტობრივად სიტუაციის დეტონაცია მოახდინა, არამედ გადაანაწილეს პასუხისმგებლობა მათ შორის პატრიარქსაც, რომელიც შემდგომში გაირკვა, რომ საერთოდ არაფერ შუაში არ იყო. ეს ერთი და გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორს ამ სიტუაციაში უბრალოდ მისი კიდევ ერთი ხარვეზი გამოჩნდა, რომ საუბრობდნენ იმაზე, ეს კარგია თუ ცუდია. ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და თეოკრატიაზე და ძალიან ღრმად წავიდნენ ამ თემაში. იმის ნაცვლად, რომ მარტივი არგუმენტები მოიყვანათ. თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ სამართლებრივად ამის გაფორმება, ფორმალიზაცია იქნებოდა წარმოუდგენელი. აქედან გამომდინარე, მე ამ მთელი სურათიდან გავაკეთე ძალიან მარტივი დასკვნა, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ ღრმა კრიზისი, როგორც პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებით, ასევე სამოქალაქო სექტორშიც მთლად კარგად არ აქვს საქმე. ეს ყველაფერი გამოვლინდა, გაშიშულდა და ეს კარგია. ფაქტიურად პატრიარქი არ მიწყეს, მე მგონი, გარკვეული მან მოახდინა გარკვეული პოლიტიკური პროვოკაცია იმისათვის რომ გაეშიშვლებინა რა ხდება ქართულ საზოგადოებაში, ხო? ეს მას მე არ ვფიქრობ, ეს მან შეგნებულად გააკეთა. ერთგვარი ლაკმუსის კაღალდის როლი ითამაშა. მაგრამ ესე გამოვიდა. არ არის აუცილებელი ადამიანი ამას გეგმავდეს, ხო? მას აქვს ეს კომპეტენცია, ეს რაღაც ესე რომ ვთქვათ, მისტიური რესურსი, მისტიური შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობების რეალიზება მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემის აზრით, რომ ყველას დაგვენახა, რომ მეფე შიშველია სინამდვილეში. როგორც ჩანს, ხელისუფლებას იმდენად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის და ხედავს, რომ გარკვეული პრობლემები აქვს
და მას იმდენად სჭირდება პატრიარქის ავტორიტეტის ექსპლუატირება ამ საარჩევნო ციკლში, რომ გონება არის გათიშული და მზად არიან მისი ნებისმიერი სიტყვა ბუკვალურად მიიღონ და აღასრულონ, ესე რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, ეს საერთოდ შესაძლებელია თუ შეუძლებელია. ეს გამოჩნდა ჩემის აზრით. Ну, შეიძლება კიდე იყოს სხვა ინტერესი, უხეში ინტერესი და ჩვენ მე ამას კატეგორიულად მე გულისხმობ თუნდაც იმას, რაც პროცესების განვითარდა ამის შემდეგ, იგივე ალიკოლისაშვილის განცხადებები. მე არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებაში ძალიან ბევრია უკმაყოფილო იმით, რომ ეს პრეზიდენტს ექსკლუზიურად ფლობს პრეზიდენტი ამ ბერკეტს, შეწყალების ბერკეტს, ხო? თუმცა ის რამდენიც მე ვიცი არც ერევა ამ პროცესში კომისიაზე გადის და ანუ კომისია ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და მანამდე კომისია მუშაობს ამაზე. მე არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლება გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტისადმი საკმაოდ უსაქციელო განწყობა აქვს ხელისუფლებას მთლიანობაში ისეთი აგდებული დამოკიდებულება. Ну, რაშიც აგრეთვე ვლინდება ეს არაჯანსაღი პროცესი, რაც ინსტიტუტებს შორის დამოკიდებულებაშია. მე არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცა ფიქრობდა, რომ აი ესეთი ერთის მხრივ დარტყმა მიეყენებინა პრეზიდენტის კომპეტენციისთვის, ანუ ეს ექსკლუზივი ჩამოერთმია და დაარჩენი უკვე ძიების საგანია, ხო? ეხლა საკმაოდ მძიმე ბრალდებები გაისმა ალიკო ელისაშვილის მხრიდან, რაც დღევანდელი კომისიის თავმჯდომარემაც დაადასტურა. შესაბამისად, ალბათ გამოძიების საგანია აი ყველაფერი იმ ყველაფერში, გარდა არაკომპეტენტურობისა, შიშისა და პოლიტიკური იაფასიანი мотиваციებისა შესაძლებელია რაღაც სხვა ინტერესიც იყოს, ხო? შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს. Ну, საქმე აღიძრა და უნდა გავარკვიოთ მთლიანობაში რასთან ქონდა საქმე. მხოლოდ არაკომპეტენტურობასთან თუ მერკანტილურ ინტერესებთანაც მათ შორის. კომისიის თავმჯდომარე ეს არ არის სახუმარო თავმჯდომარე, ხო? კომისიის თავმჯდომარე რო ამბობს რაღაცას, ამას აქვს წონა გარკვეული. ეხლა მტკიცებულებები რომ მისი ვალდებულებაა რომ ამტკიცოს, ხო, ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა. კი ბატონო, თუ მას აქვს რამე მან რა თქმა უნდა ეს მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, მაგრამ რომც არ კონდეს, ხო, ეს უკვე თავისთავად პოლიტიკური სკანდალია მიუხედავად ამისა და შესაბამისად ამას სჭირდება ძალიან სერიოზული რეაგირება. ხო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მარტო სამართლებრივი პრიზმაში არ შეიძლება ამ საკითხის განხილვა. პოლიტიკური ჭრილი აქვს ამას ყველაფერს. როგორი განცდერჩება საზოგადოებაში? მე არ ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში ჩდება ისეთი განწყობა, რომ ალიკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე რაღაც ინტერესების გამო ტყუილს ამბობენ, ხო? შესაბამისად, თუნდაც შექმნილი ვითარება ჩემის აზრით არის უკვე საფუძველი იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ვიღაცამ თავის თავზე, ხო? მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მართალიც იყოს ამ ვითარებაში. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მთავარი კაპიტალი პოლიტიკოსის არის ავტორიტეტი. თუ მის მიმართ ჩდება ეჭვები, ეს საკმარისია, რომ არასამართლებრივად დაისაჯოს, მაგრამ პოლიტიკური ფასი მე უნდა გადაიხადოს ამაში. აი თქვენ პოლიტიკური ფასი ახსენეთ და რამდენად ეს თემა, რომელიც ახლა ესე გააქტიურდა აი ამ დღეებში ზუსტად, რამდენად შეიძლება იყოს კავშირში მოახლოებულ არჩევნებთან? რა თქმა უნდა, ეხლა ყველაფერი, რაც მოხდება ამ პერიოდში, ყველაფერს ექნება, ну, პირდაპირი ან ირიბი კავშირი არჩევნებთან. ბუნებრივია. ანუ არ არის გამორიცხული, რომ დაუშვათ ეს მე იმას გამოვრიცხავ, რომ ალიკო ელისაშვილმა ეს თემა ეხლა არჩევნებს დაუკავშირა, ხო? ალიკო ელისაშვილი ჩვენ კარგად ვიცნობთ და ის არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური ციკლიდან ციკლამდე ცხოვრობს. თუმცა რეაქცია, რა თქმა უნდა, არჩევნებს უკავშირდება მეორე მხრიდან. ის რომ სხვა პოლიტიკური ძალები შეიძლება ჩაერთონ თუნდაც ამ საკითხის განხილვაში და კიდევ უფრო აწვიონ ტემპერატურა, ესეც პოლიტიკური პროცესი იქნება. რაც შეეხება ალიკო ელისაშვილთან და მით უმეტეს ზვიად ქორიძესთან დაკავშირებით რაიმე პოლიტიკური ინტერესი მე გამოვრიცხავ.
ბატონო, ისევ რომ მივყვეთ ახლა მიმდინარე კვირის მნიშვნელოვან ამბებს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის ასევე საქართველოს ევროინტეგრაცია. გერმანიაში ერთ-ერთმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს სავარაუდოდ და ასევე უკრაინა მიიღებენ ვიზა ლიბერალიზაციას 2016 წლის შუა პერიოდში. კი ბატონო, ეს ნამდვილად პოზიტიური სიგნალია, კარგია, თუმცა მე მაინც არ ვიქნებოდი ძალიან მშვიდად, იმიტომ რომ არიზიარებთ ჩემს ოპტიმიზმს. ხო არა, დღევანდელი განწყობა ესეთია, ნამდვილად ეს მისასალმებელია და ალბათობა არის, ძალიან მაღალი, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ სამყაროში დღეს, ხო? ჩვენ ხედავთ რა ხდება გლობალურ პოლიტიკაში. ამ თვეების განმავლობაში შეიძლება რაღაცა კიდე მოხდეს ისეთი, რამაც იმიტომ კი არა, რომ ევროპას არ ექნება შესაბამისი განწყობა. უბრალოდ არ მისცეს მათ საშუალება, რომ ეს თინაბიჯი გადადგა. ანუ რისკები იმდენად გაიზარდოს, გლობალური რისკები. მე მეცაც გეტყვი თვითონ ევროკავშირში უკვე საერთოდ შენგენის შეთანხმებაზე უარის თქმაზეც ლაპარაკობს საერთოდ ზოგადად, ესე რომ ვთქვათ, ამ უვიზო მიმოსვლაზე ერთმანეთს შორისაც კი პრობლემები აქვთ უკვე თვითონ ევროკავშირის წევრებს. ასე რომ ძალიან დინამიურია, ძალიან მყიფეა დღევანდელი მსოფლიო წესრიგი. შიგა მიზეზებს ამ თემის ჩაშლისას მე ვერ ხედავ, მაგრამ გლობალურ პოლიტიკაში არსებულმა საფრთხეებმა შესაძლებელია ეს დღის წესრიგი შეცვალოს. ღმერთთვაქნას ესე არ იყოს. საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს მოლაპარაკებებს გაზპრომის გენერალურ დირექტორთან. ეს პროცესი არ არის გამჭვირვალე, მაინც და მაინც გამჭვირვალე და ხშირად ინფორმაციას ჯერ ვიგებთ გაზპრომისგან და შემდეგ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. და ამავე დროს ვთქვათ, არაერთი ექსპერტი თუ იგივე ოპოზიცია ამბობს, რომ ჩვენ რაღაც ისეთ ნაბიჯებს ვთქვამთ გაზპრომის მიმართულებით, რომელიც დასავლეთს არ მოსწონს, თუნდაც იგივე მაგალითად თავდაცვის მინისტრს დაუსვეს გარკვეული კითხვები ამ გაზპრომთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას. ნებისმიერი ტიპის ურთიერთობა რუსეთთან, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და უნდა იყოს კიდევაც ეს ეკონომიკური იქნება, ენერგეტიკაში იქნება, თუნდაც პოლიტიკური, ჰუმანიტარული. მაგრამ სიფრთხილე, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, იმიტომ რომ რუსეთი შეეცდება უკვე უფრო ღრმად ჩავგითრიოს ამ თემის მიმართულებით. ენერგეტიკა რუსეთის არის უნივერსალური იარაღი, ანუ ამ ენაზე მათ ძალიან უყვართ პრინციპში ამ თავისი ამოცანების შესრულება და აქედან გამომდინარე მე არ ვამბობ იმას, რომ არ უნდა ველაპარაკოთ იგივე გაზპრომს, უნდა ველაპარაკოთ, მაგრამ ეს პოლიტიკური კონტექსტი უნდა იყოს გათვალისწინებული. მე ვფიქრობ, რომ რუსეთს კომერციულად თუ ჩვენ ხელისუფლებას უნდა რომ გაყოს აქ პოლიტიკა და კომერცია, ეს არ გამოვა, იმიტომ რომ კომერციულად ის რაოდენობები, რაზეც დღეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ელაპარაკება, საერთოდ არის რუსეთის საინტერესო. ის უბრალოდ ამაში უფრო პოლიტიკურ ინტრიგას ხედავს, პოლიტიკური ინტრიგა შემოაქვს და ცდილობს, რომ ჩვენი ხელისუფლება ჩაითრიოს რაც შეიძლება ღრმად. და ამისთვის იყენებს ძალიან ვიწრო მერკანტილურ ინტერესს, ესე რომ ვთქვათ. ეს არის საფრთხე ამასთანავე ჩემის აზრით გახლავთ იმაში, რომ ბუნებრივია ესეთი აქტიურობა გაზპრომთან, რბილად რომ ვთქვათ, გაკვირვებას იწვევს აზერბაიჯანის მხარესთან. კონტექსტი არის ალბათ ესეთი, რომ ესე ირიბად ცდილობს ვიღაცა საქართველოში რომ ევაჭროს აზერბაიჯანს, ყოველ შემთხვევაში ესეც სურათს ხატავს, რაც არ ამგონია რომ მაინც და მაინც კეთილსინდისიერი იყოს ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ჩვენ საერთაშორისო კონიუნქტურის ნახევარფასში ვყიდულობდით, ანუ უპრეცედენტო ფასში ვყიდულობდით აზერბაიჯანს. საკმაოდ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აქვს იგივე კომპანია SOCAR საქართველოში თავის-თავზე აღებული და ბევრმა ეს არ იცის. იგივე ეკლესია მონასტრების უფასოდ მომარაგება გაზით, ბავშვთა სახლები გარდა ამისა ძალიან ბევრ სოფელში, რაც ეკონომიკურად აბსოლუტურად გაუმართლებელია, სულ რამდენიმე აბონენტისთვის მილიონიანი გაზის მილის ჩადება და ამ შემდეგ. ხო, ეს ყველაფერი სოციალური პროექტებია. SOCAR ამას თავის-თავზე იღებს. და ესეთი პასუხი, ესეთი ირიბი ვაჭრობა, რომ აი შენ თუ მე უფრო იაფად არ მომცე, მე ხა გავიქცევი და გაზპრომს მოველაპარაკები. ძალიან სახიფათო და ესეთი მოლიპული გზაა ჩემის აზრით, ხო? და არაფერი კარგის მომტანი არის საბოლოო ჯამში.
თუმცა არ მინდა სიტუაციის ძალიან დრამატიზება, მაინც დავაკვირდეთ. მე მაინც მირჩევნია, რომ თუ ის ადამიანები, რომლებიც ამას აწარმოებენ ამ მოლაპარაკებებს, ისინი მზად არიან, რომ აიღონ პასუხისმგებლობა თავის თავზე შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით, კი ბატონო, მაშინ შემოდგომაზე ვილაპარაკოთ, როდესაც ისინი ამ ყველაფერს დაამთავრებენ. და პასუხისმგებლობა შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მძიმე. თუმცა ამ შემთხვევაში ესე იგი ეს საკითხი სცილდება ვთქვათ საქართველოს აზერბაიჯანის და სოკართან ურთიერთობას და აქ არის თურქეთის ინტერესები, აქ არის საერთოდ დასავლეთის ინტერესები. ამ ბოლო პერიოდში ყველა გაურბის გაზპრომს, ანუ გაზპრომი კარგავს ბაზრებს. ანუ თუ ნებისმიერი ქვეყანა რო აიღოთ ვინც პოულობს ალტერნატივას გაზპრომის გაზისას, მაშინვე გარბის გაზპრომიდან. იმიტომ რომ ყველას ესმის რომ გაზპრომისთვის გაზი არის პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტი. ამიტომ ყველა გარბის, ვინც ახერხებს დივერსიფიცირებას რისკების, ეხლა და აქედან გამომდინარე ჩვენი ხელისუფლების ის არგუმენტი, რომ ევროპა თვითონ ყიდულობს, ხო, ყიდულობს, იმიტომ რომ სხვა წყარო არ აქვს. როგორც კი გაუჩნდება სხვა წყარო, აღარ იყიდის. უკრაინა ყიდულობს, იმიტომ ყიდულობს, რომ სხვა წყარო არ აქვს. გაუჩნდება ალტერნატივა, აღარ იყიდის. და შენ როდესაც გაქვს რაღაც სიკეთე, რატომ ცდილობ, რომ შენ თვითონ და მე ვიცი ეს ინიციატივა ქართული მხრიდან მოდიოდა, ეს არ იყო გაზპრომის ინიციატივა. შენ თვითონ რატომ ცდილობ, რომ შეხვიდე ამ ძალიან სახიფათო თამაშში? მაშინ როდესაც ამის საჭიროება არანაირი არ აქვს. აი ეს არის კითხვები, რომელიც მეც მაქვს. მე მაინც ვუსურებ წარმატებას ენერგეტიკის მინის, თუ მას შეუძლია ესეთი რთული პოლიტიკური თამაში ეთამაშოს გაზპრომს, რაც ცეცხლთან თამაშია პირდაპირ გეუბნებით. თუ მას აქვს ეს ამბიცია და ესეთი თავდაჯერებულია, რომ შეუძლია რომ ეს პარტია მოიგოს, კი ბატონო, თუ ის შეძლებს ამას, კარგია, თუ ვერ შეძლებს, მას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. ბატონო გია, კიდევ ერთი საკითხია საქართველოს-რუსეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით. ირაკლი ალასანია გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას ერთგვარი ფორმატი საქართველოს-რუსეთის და გერმანიის ფორმატი რუსეთთან დიალოგის და რუსეთ-საქართველოს პრობლემების და კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით გერმანია იყოს როგორც მედიატორი, როგორც დამხმარე ძალა. ამას უკვე გამოეხმაურნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. თქვა რომ გერმანია ამ პროცესებში როგორც დაუშვათ ქვეყანა, როგორც მრჩეველი, ისედაც მონაწილეობს, თუმცა თუ ლაპარაკია ინსტიტუციურ მხარეზე დაუშვათ ესეთი ფორმატის გაფორმების, ამას უკვე სხვანაირი მოლაპარაკებები უნდა. თუმცა ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ ვიდრე ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მაია ფანჯიკიძეს ჰქონდა გარკვეული შეთავაზებები გერმანულ მხარესთვის და მათ გამოაცხადეს ერთგვარი მზადყოფნა ამისთვის. მოკლედ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები აი ამ თვალსაზრისით, როგორ ხედავთ? ძალიან ბუნდოვანია და მყიფეა. საინტერესოა თავისთავად ეხლა ყურს კარგად ხდება პირდაპირ გეტყვით და მე არაფერს საწინააღმდეგო არ მაქვს თუ გერმანია გახდება ამ ურთიერთობებში გარკვეულწილად მედიატორი, ხო? თუმცა თვითონ გერმანიას არ აქვს რუსეთთან ეხლა მთლად დალაგებული ურთიერთობები. საინტერესო წინადადებაა ესე ვთქვა, თუმცა ძალიან უცნაური ირაკლი ალასანიას მხრიდან უცნაური ესეთი ინიციატივის წამოყენება საკმაოდ არაბუნებრივია. მე არ ფიქრობ, რომ ეს მისი მოფიქრებულია, ვიღაცა მოიფიქრა და მან გაახმოვანა, მოდით ესე ვთქვათ. ვინ არის ეს ვიღაცა, მე არ ვიცი, იმიტომ რომ თუ აპელირებდა ვინმეზე ალასანია, მთელი ცხოვრება ეს იყო შეერთებული შტატები. გადაწყვიტა ეხა გერმანიაზე გადაეთამაშებინა, ეს ვიღაცის ინიციატივა, რაც მან გაახმოვანა და ჩემის აზრით მისთვის ეს მხოლოდ გარკვეული პოლიტიკური მესიჯია, ის ეძებს ნიშას, წინასაარჩევნო თავის ნიშას და ძირითადი აქცენტები ბუნებრივია მისი მხრიდან იქნება საგარეო პოლიტიკაზე აქცენტირებული, გამომდინარე იქიდან, რომ მათი კომპეტენცია, ამ პარტიის კომპეტენცია იკეტება საგარეო პოლიტიკაზე, საშინაო პოლიტიკაში ბევრი არაფერი არ ესმით და ესეთი ტიპის ინიციატივებს ალბათ კიდევ მოვისმენთ. რას ნიშნავს, რას გულისხმობს ეს ფორმატი და რა უნდა იყოს ამ ფორმატის ამოცანები, ქვეყნის გამთლიანება თუ პრევენცია მომავალი საფრთხეების თუ რა უნდა იყოს, თუ დააკონკრეტებდა, ალბათ ჩვენც უფრო მეტის თქმა შევძლებთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ის როგორც პროამერიკელი, მოდით ესე გამოკვეთილი პროამერიკელი პოლიტიკური ერთეული ქართულ პოლიტიკაში, რატომღაც
შემოყავს გერმანული მხარე. გასაგებია რომ მაია ფანჯიკიძე და ამ შემდეგ, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან სწორ ადგილზე მოხდა ამ ინიციატივის წამოყენება. მეჩვენება რომ ვიღაცა მას წმინდა პოლიტექნოლოგიურად მისცა თემა გასახმოვანებლად და მეტი არაფერი. ითქვა მოკლედ რომ შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდეს ისევ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. როგორ შეიძლება განვითარდეს? რამდენად რეალურია ეს ალბათობა და როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში განვითარდეს მოვლენები, როგორ ფიქრობთ? ჯერჯერობით მას ამაზე არაფერი არ უთქვამს და მე ვფიქრობ, რომ მას ამის არანაირი სურვილი არ აქვს, რომ ღიად ჩაერთოს ამ პროცესში, ხო? ის შეიძლება, რომ იგივე დოზით იყოს წარმოდგენილი, შეიძლება ოდნავ აქტიურად, როდესაც ის უბრალოდ მხარდაჭერას და თავის ზურგს უკეთებს ხელისუფლებას. და არა იდენტიფიცირება მოახდინოს თავისი როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ან თუნდაც პარტიული ლიდერის სახით. მეორეს მხრივ ბუნებრივია მას არ უნდა პროცესების ხელიდან გაშვება და შესაბამისად ის აი ამ შიგა პროცესებში ის ჩამოყალიბების დაკომპლექტებაში და ამ შემდეგ იქნება კულისურ სამუშაოში, ორგანიზაციულ სამუშაოში საკმაოდ აქტიური, მაგრამ მე ყველაზე მეტად მაოცებს თვითონ კოალიციის ლიდერების ჩემის აზრით საკმაოდ არასერიოზული საქციელი, როდესაც ისინი წინასწარ აცხადებენ ბიძინა ივანიშვილს თავის ლიდერად. ანუ ფაქტობრივად ისინი რაც ამბობენ, რომ 3 წლის განმავლობაში ჩვენ ვითამაშეთ სახლობანა, აი ეს ბიძინა ივანიშვილის მიერ გადმოცემული მაღალი ნდობა მოვფანტეთ სადღაც ესე რომ ვთქვათ აი ამ გართობაში. ეხლა პრობლემა გვაქვს. მოდი შემდგომი არჩევნები და ავცოცდეთ ისევ ხა ბიძინა ივანიშვილის მხრებზე და ბიძინა ივანიშვილმა შეგვიყვანოს ისევ პარლამენტში გავიხანგრძლივოთ ეს ყველაფერი. ხო ეს ჩემის აზრით არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება მათი მხრიდან ივანიშვილის მხრიდან ისინი პარაზიტირებდნენ მის ესე ავტორიტეტზე და მომავალში როგორც ჩანს აპირებენ რომ ესეთი გააგრძელონ ესეთი არსებობა, როდესაც თვითონ აფრიზზე პასუხს არ აგებენ, რაც არ უნდა გაფუჭდეს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის ბრალია და ყველა ძალიან კომფორტულად ჩნობს ამაში თავს, თვითონ ზიან კაბინეტებში კოსტუმებით, ჯიპებით დადიან, ტექსტებს ლაპარაკობენ. პრობლემა არ აქვს. პასუხისმგებლობა აქვს 0. რატო? იმიტომ რომ ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის ბრალი. ასე რომ აი ესეთი გაორებულ მდგომარეობაშია ჩემის აზრით დღეს ივანიშვილი. ერთის მხრივ ხედავს რომ აი ამ პარაზიტულ კონგლომერატთან აქვს საქმე, რომელიც ყველაფერზე მას ახოცავს ხელს. მეორეს მხრივ მას აქვს ვალდებულება, იმიტომ რომ ის მიაჩნია რომ ეს ყველაფერი მისი შვილია და პასუხისმგებლობას გრძნობს და ამიტომ ვერ ცდოვებს. ანუ ეს არის კლასიკური ქართული ოჯახი, სადაც 40 წლის უმუშევარი შვილი ისევ შვილოა და ბავშვია და მოითხოვს დედისგან რომ მიართოს სუპი, რომ მერე ფეხები დაუთბუნოს. ბიძინა ივანიშვილი ამ დროს არის ესეთი 40 წლის ეს გადამწიფებული უსაქმურის მშობელი, რა ქნას ახლა შვილია და ხო არ გააგდებს სახლიდან. და ანუ ამ შემთხვევაში ისევ ეს ქართული ტრადიცია გაგრძელდება და ის იქნება აი ამათი ლიდერი ისე. ქართული ტრადიციული ოჯახის მოდელი რაც ხდება დღეს ქართულ ოცნებაში. მაინც და მაინც ოცნებას არ გავს მე მგონი, ხო? ანუ თქვენ ფიქრობთ რომ არ დაბრუნდება ივანიშვილი პოლიტიკაში? ღიად არა, მე ამას ვერ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ შეიძლება კრიზისი ისეთ პიკზე მივიდეს, როდესაც მას მოუწევს, ხო, ღიად ჩართვა. მაგრამ ის ეცდება რომ ესე არ მოხდეს. ეს მისი არჩევანი არ იქნება, ეს იქნება პოლიტიკური პროცესის არჩევანი, თუ მან ეს ნაბიჯი გადადგა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ასეთი ამ კვირისთვის განვითარებული მოვლენები. ერთმანეთს უკვე შემდეგ პარასკევს შევხვდებით. დროებით.